რა არის განათლება? რა დანიშნულება აქვს? ან უნდა ჰქონდეს თანამედროვე სკოლას? რამდენად იღებს ბავშვი დღევანდელ ქართულ სკოლაში იმ ცოდნას, რომელიც უკვე შემდეგ საშუალებას აძლევს უმაღლეს სასწავლებლებში თავისუფლად ჩააბაროს? ან უფრო მეტიც, აქ საქართველოში მიღებული ცოდნით საზღვარგარეთ გააგრძელებს თუ არა ისწავლას? და საერთოდ რა ცოდნა უნდა მისცეს სკოლამ ბავშვს? ან როგორ ვუყურებთ საქართველოში სკოლას, როგორც მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილს, თუ როგორც მაგალითად ბიზნეს პროდუქტს? ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს გია მურღულიასთან, ადამიანთან, რომელიც მრავალი წელია ამ სფეროშია და არის დამფუძნებელი გია მურღულიას უნივერსალური სკოლის, სადაც 5 ივლისს ღია კარის დღე ჩატარდება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თავდაპირველად ვიდრე ვისაუბრებდეთ უშუალოდ იმ სკოლაზე, რომელიც დააფუძნეთ და რომლის მიმართულებამაც თვითონ რას ემსახურება, რატომ არის საინტერესო პირობითად ამ სკოლაში სწავლა უნდა იყოს საინტერესო ბავშვისთვის, ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას. საინტერესოა თვითონ დღევანდელი ქართული სკოლა რა არის და რამდენად აძლევს ქართული სკოლა დღეს ბავშვს იმის საშუალებას, იმიტომ რომ თქვენ ჩემზე უკეთ იცით, როგორი განვითარებულია რეპეტიტორების, ხო? პრაქტიკულად განსაკუთრებით ბოლო კლასებში მყოფი ბავშვების უმრავლესობა ემზადება ცალკე იმისთვის, რომ პირობითად უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს და შესაბამისად აქ ყოველთვის არის ხოლმე რომ აძლევს კი განათლებას, რაიმე ტიპის განათლებას სკოლა. მინიმუმ იმას მაინც თუ აძლევს, რომ დაუშვათ თავისუფალი აზროვნების უნარს თუ აჩვევს და ასე შემდგომ. თქვენი გადმოსახედიდან რა არის დღევანდელი ქართული სკოლა და სად არის მთავარი პრობლემა და მე უკვე როგორ მივიდეთ იმ სკოლამდე, რომელიც საერთაშორისო მასშტაბითაც რეალურ საერთაშორისო ასპარეზზეც კარგად წარმოადგენს ქართულ მოსწავლეს და რა თქმა უნდა შიგნითაც მისცემს იმის შესაძლებლობას და იმ უნარს განუვითარებს, რომ მე თუნდაც იმის არჩევის შესაძლებლობა ჰქონდეს და გადაწყვეტილების მიღების საჯობია, რომელ უმაღლეს დავშოთ უმაღლესი განათლების რომელ მიმართულებაზე გააგრძელოს სწავლა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ბევრი კითხვა დაისვა ახლა. რა თქმა უნდა, მთავარი კითხვა, რომელიც მე მოვისმენი აქ, ეს არის, რას აძლევს დღეს ქართული სკოლა ჩვენს მოსწავლეს და რამდენად კონკურენტუნარიანია ის საერთაშორისო ბაზარზე. ეს ძალიან არსებითი კითხვაა და მნიშვნელოვანი და პირდაპირ მინდა გითხრათ, მაია, რომ ამას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს. არის გარკვეული ადგილები, გარკვეული სასწავლო დაწესებულებები, სადაც მეტნაკლებად ის მიზნები, რაც დასახულია ქვეყანას განათლების სფეროში მიიღწევა, არის სასწავლო დაწესებულებები, ეს ცოტა არ არის. სადაც ეს ვერ მიიღწევა და ამიტომ არის საჭირო მერე დამატებითი რაღაცა რესურსების ჩადება ბავშვის მომზადებაში, რომ მან უმაღლეს სკოლაში გააგრძელოს სწავლა. ეს დიდი ხნის პრობლემებია. ძალიან დიდი ხნის პრობლემებია. მთავარი ის არის, როგორ გადავწყვეტ ჩვენ ამას და როგორ ვუპასუხებთ. ამაზე ფიქრობს ბუნებრივია დღეს საჯარო სკოლაც და სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს ამ მიმართულებით. ბუნებრივია ასევე ამაზე ფიქრობს კერძო სკოლაც. ეხლა რა გიღა კერძო სკოლა ვახსენეთ, ერთი რამ უნდა ვთქვა, იცით, რომ მე კაი ხნის განმავლობაში მქონდა ასეთი შეგრძნება, რომ მთელი საქართველო გადავიდა ეგრეთ წოდებულ საბაზრო ურთიერთობებზე განათლების გარდა. ყველაფერი იყო ბაზარზე გასატანი საქონელი, ოღონდ განათლება არ იყო ასეთი საქონელი. ყველაფერს ჰქონდა თავისი ფასი, დაედო თავისი ფასი, ეს ფასები რეგულირდებოდა სხვადასხვა მიზეზებით, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მიზნებით. განათლება თითქოს იყო ჩრდილში და გახდა ასეთი რამ, იცით, პოპულარული, რომ განათლება ხო საერთოდ უფასო უნდა იყოს. ესე ყველაფერი შეიძლება ფასი ჰქონდეს, მაგრამ განათლებას ფასი შეიძლება არ ჰქონდეს და ეს იქნება ჩვეულებრივი ამბავი. მაგრამ ამას ალბათ მიაჩვია სახელმწიფოში განათლების, მათ შორის სასკოლო განათლების არსებულმა მოდელმა, ხო? ანუ გარდა იმისა, რომ დაუშვათ წარსული გამოცდილება საბჭოთა გამოცდილების სახით ამის საფუძველს იძლეოდა. ხო, ეს აი საზოგადოდ რაღაცა უფასობისკენ სწრაფვა ძალიან ხშირად ნიშნავს ბიზნეს პარტნიორმა და ბიზნეს პარტნიორის მაყურებელმა ზუსტად იცის, რომ არაფერი უფასო არ შეიძლება არსებობს. არა, ხო, უფასობისკენ სწრაფვა არის გაუფასურებისკენ სწრაფვა. ყოველ შემთხვევაში ამათ გარდა ისახება ხო. აი ახლა მოდით ორი სიტყვით ვთქვათ ასეთი ამბავი. აი, როდესაც კერძო სკოლას ბაზარზე გამოაქვს თავისი საქონელი. ასე ვთქვი, რა არის ესა? რას ვყიდით ჩვენ ყველანი? გინდა საჯარო სკოლაში, რომლის საფასურსაც სახელმწიფო იხდის, გინდა კერძო სკოლაში, რომლის საფასურსაც იხდის მშობელი. არა?
რა გამოგვაქვს ჩვენ ბაზარზე. ერთი მხრივ ცხადია შეიძლება ამას მარტივი პასუხი ჰქონდეს, რომ ეს არის ცოდნა. მაგრამ ცოდნა მარტო საქმეს არ შველის. ის რაც ჩვენ ბაზარზე გამოგვაქვს, ეს მარტო ცოდნა არ არის. მე ახლა რაღაცებს დავასახელებ და მაინტერესებს თქვენი რეაქცია ამაზე, იცით? ჩვენ რასაც ვყიდით, აი სკოლა რასაც ყიდის, რაც გამოაქვს ბაზარზე, ეს გარდა ცოდნის არის თავდაჯერება, არის საინტერესოობა. ადამიანი თუ უინტერესოა, მას ცხოვრებაში თავისი მიზნების მიღწევის არანაირი შესაძლებლობა არ აქვს. აი საინტერესოობასაც მე ნაკლებად მგონია რომ ყოველ შემთხვევაში ჩემს ბავშვობაში არ იყო ამაზე არავინ არ ამახულებდა ყურადღებას, მაგრამ არც რამდენადაც მაქვს შემხებლობა იმ ადამიანებთან, ვისაც ახლა სასკოლო განათლებას იღებენ, ნაკლებად მგონია რომ რომელიმე მათგანს დაუშვათ აი ამ მიმართულებზე ამახვილებინებდნენ ყურადღებას. მე ეს ძალიან ცუდია, უნდა გითხრათ. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, რასაც სკოლა უნდა აკეთებდეს ბავშვისთვის, ეს არის არა მარტო ცოდნის გადაცემა. ეს არის უნარების ჩამოყალიბება და განვითარება. ამის გარეშე საერთოდ ადამიანის წარმატებას ვერ აღწევს ცხოვრებაში. სკოლა და ოჯახი ამაზე უნდა ფიქრობდნენ. ბევრჯერ მithქვამს ეს რა უნარებია, ძალიან მოკლედ გეტყვით ახლა, ეს არის ნებისყოფა, შრომის მიმართ დამოკიდებულება, დროის მიმართ დამოკიდებულება, პასუხისმგებლობის გზნობა, ასე და ასე. ხო, თუმცა მაგალითად თანამედროვე ტექნოლოგიების ასეთმა განვითარებამ და ის რომ მათ შორის სკოლაში მოსიარულე შეუძლია რომ ტელეფონით, კომპიუტერით ყველაფერი ნახოს და გაერკვეს. ეს გარკვეულწილად არის შემაფერხებელი აი იმ უნარების ჩამოყალიბების პროცესში თუ პირიქით დამატებითი საშუალება იმისთვის რომ ეს ყველაფერი ეს ახლა თქვენ საუბრობთ. ბოლო დამატებითი საშუალება. დავუშვათ კარგად. ბოლო დამატებითი საშუალება და შესაძლებლობა არის, იმიტომ რომ ტელეფონით ყველაფერს ვერ გაიგებ. წეგან მე რასაც მოგახსენებდით, იქით მიმყავს საუბარი, რომ მარტო ცოდნა არაფერს არ ნიშნავს, თუ შენ უნარები არ აგაგ და თუ შენ ღირებულებები არ აგაგ. თუ სასკოლო განათლების სისტემა იმავდროულად არ გულისხმობს აღზრდის სისტემასაც, რისგანაც საკმაოდ შორს ვართ ხოლმე ჩვენ ხშირად სამწუხაროდ. ისე ეს უშედეგო ამბავია. 12 გამში რო წერია ფუჭი შრომის არტელი მუშაობს ასეთ შემთხვევაში. მუშაობთ, მაგრამ შედეგი შეიძლება არ კონდეს. შეიძლება კონკურენცია ვერ გაუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხვაგვარი სისტემით ემზადებიან ჩვენთან შესახვედრად. არა? აი წეგან გითხარით, ეს არის თავდაჯერება, საინტერესოება, კულტურულობა, იმიჯი, სოციალური სტატუსი. ამის ყველაფრის საფუძველი არის თქვენთვის ზოგადი განათლება. ადრეც მithქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ბოლო დროის, აი ბოლო 15-20 წლის საგანმანათლებლო დოკუმენტებში, რომლებსაც იღებს, თქვა, მთელი სამყარო, არა? პირდაპირ წერია, რომ თანამედროვე ეპოქაში ზოგად განათლებას არა ნაკლები და შეიძლება რიგ შემთხვევაში უფრო მეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს, ვიდრე ეს აქვს უმაღლეს განათლებას. იმიტომ რომ იმდენად სწრაფად იცვლება გარემო, ასე დროში ვცხოვრობთ ჩვენ. არა? იმდენად სწრაფად იცვლება ინტერესები, იმდენად სწრაფად შეიძლება ფუჭი გახდეს ის ცოდნა, რაც თქვენ მიიღეთ და არაფერში აღარ გამოგადგეთ და თქვენ სამსახურებრივ კარიერას არ დაუკავშირდეს. აი იმდენად სწრაფად შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს, რომ თქვენ გჭირდებათ ფუნდამენტი, საფუძველი სოციალური მანევრისთვის, თქვენი შინაგანი ცვლილებისთვის. აი ამას ქმნის ზოგადი განათლება. ამ ყველაფერმა გიბიძგათ, რომ დაგეფუძნებინათ გია მურღულიას უნივერსალური სკოლა? ამანაც და კიდევ იმან ერთ ძალიან ცნობილ რომანში რო ამბობს ერთი პერსონაჟი, მე მაინტერესებს სად გადის ჩემი შესაძლებლობების ზღვარი. სკოლა განსაკუთრებით კერძო ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან უნდა იყოს არა მხოლოდ განათლების და ცოდნის გადაცემის საშუალება, არამედ ბიზნეს პროდუქტიც, იმისთვის რომ რეალურად საქველმოქმედო ორგანიზაცია დაარიქცეთ, ხო? შეუძლია კი ქართულ რეალობაში სკოლას ყველაფერი ის მისცეს, რაც ახლა თქვენ საუბრობთ და პარალელურად ის იყოს ბიზნესი? დიახ, შეუძლია, მე ამას ასე ვუყურებ, იცით? ნებისმიერი ბიზნესი ეს გულისხმობს პროდუქტის მომზადებას და შემდეგ გაყიდვას. ჩვენი პროდუქტი არის განათლება, მოკლედ რო ვთქვა, ხო? და გულისხმობ ამაში ყველაფერს, რაც წეგან ჩამოთვალე, ხო? აი, როდესაც თქვენ სკოლას ხსნით, როდესაც თქვენს ბიზნესს იწყებთ, თქვენ რამდენიმე მთავარი ამოცანა გაქვთ გადასაწყვეტი, ხო? პირველ რიგში თქვენ უნდა შექმნათ
საგანმანათლებლო ხედვა, ანუ თქვენი სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესის საზრისი რა არის? გაქვთ თუ არა ორიგინალური იდეა? უბრალოდ იმეორებთ იმას, რაც აქამდე იყო, თუ თქვენ გაქვთ თქვენი სისტემა გააზრებული და მოფიქრებული. რა, ეს პირველი ამბავია, რისთვის შეიძლება შექმნა გარემო, სივრცე და ასე შემდეგ. რა? მეორე ეს არის აი საგანმანათლებლო სივრცის მომზადება, ინფრასტრუქტურა. რა? ძალიან მნიშვნელოვანია რა გარემოში იქნებიან თქვენი მოსწავლეები. ხო? როგორი სასწავლო ოთახები ექნებათ, როგორი ლაბორატორიები ექნებათ, როგორი დარბაზები, როგორი ბიბლიოთეკა და ასე შემდეგ. პედაგოგი? აი ახლა ამას ვამბობდი სწორედ. თქვენ ვერ წარმოედგენთ რა დრო დავხარჯეთ ჩვენ საიმისოთ, რომ პედაგოგთა ის გუნდი შეგვეკრიბა, რომელიც ახლა გვყავს. ეს ხო თავარი მიმართულება საბოლოო ანგარიშით სკოლის სახეს განაპირობებს მასწავლებელი, რომელიც საკლასო ოთახში შედის. რა? მისი კომპეტენცია, მისი დამოკიდებულება მოსწავლეთა მიმართ. მისი შესაძლებლობები რომ არა მარტო ასწავლოს, არამედ აღზარდოს კიდეც. ეს ყველაფერი ძალიან დიდ ცოდნას, ძალიან დიდ გამოწვევათა დაკმაყოფილებას გულისხმობს. როდესაც ჩვენ პედაგოგებს ვარჩევთ, იცით, მე ვხედავ იმას უკვე გაკვეთილზე. მე ვხედავ როგორ ხდება ის ჩემს მოსწავლეს, როგორ ხდება ის ჩემს მშობელს, როგორ მეტყველებს, როგორ გამოიყურება, როგორ შეუძლია რომ არგუმენტი მოიტანოს თავისი აზრის ადვილი იყო დასასწავლად. ამდენი ასეთი აი რაც ახლა შეფასებები ჩამოთვალეთ, ასეთი კატეგორიის პედაგოგის პოვნა? ძალიან ძნელი იყო. ანუ ეს ნიშნავს, რომ დღეს ქართულ სკოლაში ამ ტიპის პედაგოგები არ ყავს? მოდით ასე ვიტყვი, კი ყავს, მაგრამ საკმარისად არა. საკმარისად არა. მე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი უნივერსიტეტები ისეთ პროგრამებს სთავაზობენ ჩვენს მომავალ მასწავლებლებს, რომლებიც მათ სწორედ ასეთ ადამიანებად აქცევს ჩვენი სკოლებისთვის. ამაში არ ვარ დარწმუნებული ბოლომდე, თუმცა ვხედავ, რომ ეს პროგრამები წლიდან წლამდე იცვლება, გარკვეულწილად იხვეწება, სწორ გზაზე დგანან, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასეთი მასწავლებელი სჭირდება თანამედროვე ქართულ სკოლას. მშობელი, რომელიც გიყურებთ, ან ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია ეხა პირობითად, აი რატომ უნდა აირჩიოს ამ შემთხვევაში თქვენი გიამურხულიას უნივერსალური სკოლა და რა დავუშვათ ცოდნას მიიღებს ეს ბავშვი, ასევე აუცილებლად მინდა შევეხო 5 ივლისის ღია კარის დღესაც, რატომ გადაწყვეტეთ აი ამ ღია კარის დღის გააკეთება, რადგან ჩვენი საერთო დრო თან იწურება. აი ეს კითხვა, რომელიც თქვენ ახლა ბოლოს დასვით, ცხადია, ბევრ ადამიანს აქვს ინტერესი არის საკმაოდ მაღალი. და მშობლებს აინტერესებთ, რატომ უნდა აიტკიონ აუტკივარი თავი, ახლა ზოგი უკვე ასწავლის თავის შვილს რომელიღაცა სკოლაში, ზოგმა უკვე შეარჩია და ასე შემდეგ. აი რატომ ეს ახალი სკოლა, ხო? პირველ რიგში იმიტომ რომ აქ არის ინფრასტრუქტურა, ჩემი აზრით, რომელიც დავაზუსტებ, სასკოლო განათლებას იღებს საწყისი ეტაპიდან 11 წლის. ჩვენ ახლა მიღებას რო გამოვაცხადებთ, ეს იქნება პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით. ამიტომ ზოგადად ბუნებრივია ზოგიერთი უკვე სწავლობს, ხო, პირველ კლასელის გარდა რა. ხო. აი რატომ? იმიტომ რომ ეს სკოლა თავიდანვე არის ჩაფიქრებული ასეა, დაგეგმილი, დაგეგმარებული და აშენებული, აი როგორც სკოლა. ეს არ არის რაღაცა სივრცე, რომელიც ჩვენ მე გადავაკეთეთ საიმისოთ, რომ სკოლა ფუნქციონირებდეს აქ. თავიდანვე იყო დაგეგმილი და გააზრებული როგორც სკოლა, ამიტომ აქ ყველაფერს თავისი ფუნქციური დატვირთვა აქვს. ეს ერთი. მეორე, შევარჩიეთ ის მასწავლებლები, რომელზეც თქვენ წეღან გესაუბრებოდით და ამ მასწავლებლებთან ერთად ჩვენ დღე და ღამე ვფიქრობთ იმაზე, რა სისტემები შევქმნათ, როგორი ორიგინალური სისტემები შევქმნათ სწავლებისა და აღზრდის. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაქვს სათქმელი და გასაზიარებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ხო? აი აღზრდის სისტემა რო ვახსენე მე წეღან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ჩვენ გვაქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ეს ერთი. მეორე, ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა შექმნილი, რომელიც ეფუძნება ქართულ აზროვნებას, რომელიც პირდაპირ გვეუბნება ჩვენ ვინ ვარ ჩვენ ქართველები, ხასიათის და ბუნების რა თვისებები გვაქვს, რა არ მოგწონს ჩვენ თავში, რა მოგწონს ჩვენ თავში, როგორ ვეცადოთ, რომ ცოტა მაინც შევზღუდოთ ის, რაც არ მოგწონს და გავაძლიეროთ ის, რაც ჩვენი ღირსებებია, რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და კარგი გამოწვევაა ის, რომ არა მარტო ვასწავლოთ ბავშვებს რა არის დემოკრატია,
არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი სივრცე შევქმნათ სკოლაში. ჩვენთვის მარტო თეორია არაფერს არ ნიშნავს, თუ ის პრაქტიკულად არ განხორციელდება თითოეულ ჩვენგანში. თუ შენ ასწავლი იმას, რა არის დემოკრატია, რა არის სიკეთე, რა არის სიყვარული, რა არის ემპათია და შენ ამისგან აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანი ხარ, მაშინ ეს ფუჭი რამ არის, ამავება არის. ამ ყველაფერს ავხსნით 5 ივლის ღია კარის დღეზე. 5 ივლისს კიდე ბევრ ამას ვეტყვით ჩვენს მშობლებს. იქ არის თამაშის წესების განსაზღვრა. ჩვენი კონსტიტუცია გვაქვს მცირე, ჩვენი სკოლის, სადაც პირდაპირ ვამბობთ, რომ ადამიანი, რომელიც აქცენტირებულია მხოლოდ თავის უფლებებზე, ის კარგი მოქალაქე ვერ არის და კარგი მეგობარიც ვერ არის. ჩვენ გვინდა, რომ ბალანსი დავიცვათ უფლებებსა და მოვალეობას შორის, თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის და ჩვენ გვინდა, რომ ეს არაუბრალოდ ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მოსწავლეებს იქ, არამედ მათი ცხოვრების ნაწილად ვაქციოთ, მათი პრაქტიკის პრინციპებად ვაქციოთ. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევა. ჩვენთან უბრალოდ საგნებს არ ისწავლიან. ჩვენთან ბავშვი მოდის იმისთვის, რომ ის იქცეს საქართველოს სრულუფლებიან და კარგ მოქალაქედ. ამ ამოცანას ვისახავთ. ოღონდ ამავდროულად ჩვენ ვისახავთ ამოცანასაც, რომ განათლების ხარისხი ჩვენ სკოლაში თვალს უსწორებდეს ყველაზე კარგ საერთაშორისო ანალოგს. რამდენი მოსწავლის მიღება შეგიძლიათ ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით? ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ 700-მდე მოსწავლე. ამას ჩვენი ინფრასტრუქტურა თავისუფლად შეძლებს. უნდა გითხრათ, რომ ახლა სწორედ კომპლექტდება ჩვენი კლასები და ეს ძალიან დიდ სიხარულს გვანიჭებს სკოლას. მე ძალიან ნათელი კლასებია. სუპერ თანამედროვე მაგიდები და სკამები და ტექნიკა და ტექნოლოგიები არის იქ. ყველა კლასში დგას ეგრეთ წოდებული smart dapa და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ მასწავლებლებს ეკნებათ კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოსწავლეებისაგან კონკურენტუნარიანი თაობა შექმნათ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ თქვენს და ასევე ყველა მშობელს და იმ ბავშვს, რომელიც აი ამ სკოლაში ისწავლის, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩემ დროს ყოველ შემთხვევაში ასეთი სკოლები არ არსებობდა და ეხლა როცა უყურებ ხოლმე თანამედროვე სკოლას, გარკვეულწილად ამ ტიპის რაღაც გულისკენ და ნამდვილად მაქვს. წარმატებები აი ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. გია მორღულია იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.